Christe altıga. Christe altıga. Nამდვილად კურთხეული და ნეტარია ის დრო ვინც მოესწრო ქრისტეს მოსვლას მის შემდგომ პერიოდს რადგან ღმერთმა ყველა გაბნეული ადამიანი ღვთისგან დაკარგული, ცოდვით დაკარგული, უმეცრევით, ურჯულობით შემოიკრიბა ვითარცა შემოიკრიბა საკუთარ წიაღში, საკუთარ ეკლესიაში. რადგან ორი აბსოლუტურად განსხვავებული მყოფობა, ორი განსხვავებული სამყარო. ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ. და საოცარი ის არის, რომ მოვიდა თავისიანებთან, ვისაც ჰქონდა ჯული, ეკლესია, წინასწარმეტყველები და მათ ვერ იცნეს. და პირიქით სიკვდილისათვის გაწინეს. მაგრამ მათ სანაცვლოდ იპოვა მთელ სოფლიოში გაბნეული მარგალიტები, განა ისინი არ იყო მისი, განა ჩვენ ყველა ადამიანი არა ვართ ღვთისკნილება. განა ყველა ადამიანი არ არის მოწოდებული, რათა ღვთისაკენ იაროს და მოიპოვოს ღმერთთან ერთობა და სათასასწრაფოელი. და ღმერთმა იპოვა უდიდესი მარგალიტები, რომლებიც გარეგნული ცხოვრებით შეიძლება ძიმედ ცოდავდნენ და რელიგიურ და პოლიტიკურ ელიტას არ წარმოადგენდნენ მაშინდელს, მაგრამ მათ ჰქონდათ სიმდიდრე, რომელიც არ ჰქონდათ სხვა დანარჩენებს. ეს იყო მათი სულიერი სიმდიდრე, შინაგანი სიმდიდრე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და რასაც აფასებს ყველაზე მეტად ღმერთი, ამას აფასებს. რამე თუ ნახე, რა მოხდა? გვერდზე დარჩნენ ფარისევლები, მწიგნობრეები, სადუკეველნი, იუდეველი ხალხი, რომლებიც უნდა შეგებებოდნენ მესიას დიდი სიხარულით, იმიტომ რომ მსგავს ეძებს. თუ ისინი ცხოვრობდნენ, როგორც მაცხოვარი ამბობს, რომ თუ თქვენ აბრაამის მოსწავლეები ხართ, მაშინ ჩემს სწავლებას მიიღებთ, მე მიმიღებთო, მაგრამ არ იყვნენ, მათი ცხოვრება განშორებული იყო სულიერი ფასეულობებისაგან. და ადამიანები იპოვა მარგალიტები და ნახეთ, საოცრება სასופეულში შედის პირველი ავაზაკი. ესე იგი პირველი 64-ში ავაზაკი შედის. და ყველაზე დიდი საიდუმლოებები, აი დღევანდელი საკითხავი, სამარიტელი საკითხავი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია სახარებისეული. ყველაზე დიდი საიდუმლოებები გამოუცხადა ქალს, რომელიც მრუშობის ცოდვაში იყო დაცემული. როგორც წმინდა წერილი ამბობს, რომელსაც ესვა 6 კაცი, რომელიც არც ერთი არ იყო მისი ქმარი. ასეთ ქალს უცხადებს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს და ასეთ ადამიანში ჯერ კიდევ იყო ხატება და მსგავსება ღვთისა, იყო სურვილი ღვთის მისწრაფებისკენ. და უფრო მეტიც გეტყვით, მესიის მოლოდინი. ესე იგი, წარმოვიდგინეთ, მიუხედავად ამისა, მიუხედავად ამდენი წელი ცოდვაში ცხოვრებისა, არ მოკლა მასში ყველაზე მაღალი, ყველაზე სათუთი სათნოებები. ეს არის სულიერი სათნოებები. ეს არის სულიერი მისწრაფებები. ამით გვაჩვენებს ღმერთი და გვეუბნება, რა თქმა უნდა, გარეგნული ცხოვრება მნიშვნელოვანია და უმნიშვნელოვანესია, მაგრამ შინაგანი ცხოვრება, ადამიანის შინაგანი მისწრაფებები არის უმნიშვნელოვანესი. და რას უცხადებს? ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი ცოდვების, ჩვენი სისუსტეების, ჩვენი დაცემის,
იმიტომ რომ ცოცხალა არის ღმერთი. იმიტომ რომ ღმერთს შეუძლია აღადგინოს ადამიანი და აღადგინოს ამ დაცემისგან და მიანიჭოს მას სულიერი სიმაღლე. და რას უცხადებს საიდუმლოებას პირველი ცოცხალი წყლის შესახებ. ასე ეუბნება სამარიტელ დედაკაცს, წყალი, რომელსაც შენ მაძლევმე, დალევ და შემდეგ მოწყურდება. და წყალი, რომელსაც მე მოგცემ შენ, თუ ამას იხმევ, მაშინ არასდროს მოწყურდება, სამარადჯამოდ იქნები დაურწყებული ამ წყლით. პირველ რიგში აქ წყალში იგულისხმება ყველა ის ადამიანური ძიება, ყველა ის მთელი ადამიანური ცხოვრება, წარმოვიდგინეთ ადამიანი მთელი თავისი არსებით ამ ქვეყნიურშია დაწაფებული, გონია რომ ეს არის წყალი ცხოველი. ეს დააურწყებს გონია მას. მაგრამ ყოველთვის იმედგაცრუებული რჩება. იმიტომ რომ ყოველთვის მას აქვს საუკმაყოფილებელი გრძნობა, მას აქვს სიცარიელე და არა სისავსე. და მაცხოვარი ამბობს რომ მე მოვედი, ნახეთ, ბოლო ჟამს ჯვარზე, სადაც ყველაზე მტანჯველი მდგომარეობაშია მაცხოვარი. უდიდეს მწუხარებაში, უდიდეს ტანჯვაში ბოლო სიტყვები მისი არის აღსრულდა. რას ნიშნავს აღსრულდა? აღსრულდა, ესე იგი ამისთვის მოვიდა, რათა აღსრულდეს, რათა შეარიგოს ადამიანი ღმერთთან, რათა გაუხსნას კარი და რათა ცხოველ წყალთან ზიარება მისცეს მას. ანუ ცხოველი წყალი, ეს არის სულიწმინდის მადლი. სიმდიდრე თუ გარდაგერეოდეთ, ნუ შეაპყრობ გულსა თქვენსა, ამბობს ფსალმონი. იმიტომ რომ ვერაფერი ამ ქვეყნიური ადამიანს ვერ მისცემს შინაგან სისავსეს და შინაგან ბედნიერებას და წყალობას. რამეთუ ბედნიერება ჩაისახა სამოთხეში. სამოთხეში ადამიანს ყველაფერი ჰქონდა. რაც შეიძლება ისურვოს ადამიანმა. ყველაფერი, რასაც დღეს, მაგრამ მის ბედნიერებას ეს ყველაფერი არ განსაზღვრავდა. მის ბედნიერებას განსაზღვრავდა ღმერთთან საუბარი. მის ბედნიერებას განსაზღვრავდა სულიწმინდის მადლი. დაეცა ადამიანი, დაკარგა სულიწმინდის მადლი, ყველაფერი აქვს ადამიანს, მაგრამ არ აქვს ბედნიერება და არ აქვს ნეტარება და არ აქვს შინაგანი სიხარული. და ნახეთ, მოდის მაცხოვარი, რათა აი ეს დაუბრუნოს ადამიანს. მადლი სულისა წმინდისა. რათა ისევ ადამიანმა იგემოს ის ბედნიერება და ნეტარება, რომელიც სამოთხეში ჰქონდა მას. ამ ქვეყანაში იწყება ღმერთთან ურთიერთობა და მარადისობაში გრძელდება. ასევე მეორე უდიდესი ჭეშმარიტება, რომელიც არავისთვის არ ეთქვა და პირველი სამარიტელს უთხრა. წარმოიდგინეთ, არც მოციქულებისთვის არ ქონდა ნათქვამი. არც ცხოველი წყალის შესახებ და არც ამ ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც ამ ხალხს უთხრა. ეს არის ღმერთს თაყვანიცემა ხდება და მოხდება სულითა და ჭეშმარიტებით. ადგილი კი არ განსაზღვრავს, მხოლოდ იერუსალიმში კი არ ხდება თაყვანიცემა და მხოლოდ ტაძარში კი არ ხდება. ტაძარი არის საწყისი ყოველივესი, რა თქმა უნდა. ტაძარი არის სულიწმინდის, აქედან მიეცემა, აქ არის საიდუმლოებები. ტაძრის გარეშე საერთოდ არ არსებობს რელიგიურობა. არ არსებობს. მაგრამ ტაძარი არ არის საბოლოო წერტილი. საბოლოო წერტილი არის ადამიანის გული. როგორც პავლე მოციქული ამბობს, თქვენ ხართ ცოცხალი ტაძრები, რომელიც უმეტესია ქვის ტაძრებზე. ქრისტეს მოცვლით ყოველი ადამიანი გახდა ტაძარი, რომელსაც სულიწმინდის მადლი განისვენებს. ცხოველი ტაძარი გახდა ადამიანი, რომელიც უფრო დიდია ხელით ნაშებ ქვის ტაძრებზე. აი ეს საოცრება აღასრულა მაცხოვარმა და გაუმხილა. ამიტომ მხოლოდ თუ ტაძარია ადამიანი, მხოლოდ ტაძარში კი არ უნდა იყოს მისი ღვთისმსახურება, თუმცა ტაძარშიც არ ხდება ჩვენი ღვთისმსახურება. ესე იგი, მთელი დროის ალბათ 60% ვლაპარაკობთ და 90% სხვა რამაზე ვფიქრობთ.
აი დააკვირდით რა 90%-ზე მეტი სხვა რამეზე ფიქრობ. საერთოდ ჩვენ გულს და გონებას არც ლოცვა ეხება, იონე კროპირი ამბობს, თუ შენ არ გესმის შენი ლოცვის, მაშინ ღმერთი როგორ გაიგებს მას? მთელი კონცენტრაცია უნდა გადადოს, საერთოდ ცხოვრებაში უნდა გადადოს ადამიანმა კონცენტრაცია ღმერთზე უნდა გაამახვილოს ცხოვრებაშიც კი. ტაძარში მით უმეტეს. და ჩვენ ტაძარში მოგვაქვს სოფელი, მოგვაქვს ჩვენი ცხოვრება და ამას თავს არ ვანებებ. ამიტომ ბოდიში და როგორიც არიელებიც მოვდივართ, ისეთ არიელები მივდივართ უკან. იმიტომ რომ ისეთ ადამიანებისთვის მიწევს შენიშვნების მიწევა, რომელსაც თავი გონიათ რელიგიურები. იმიტომ რომ დიდი ხანია დადია და იმიტომ მოძღვრებთან მეგობრობა. რელიგიურობა ამით არ გამოიხატება. გამოიხატება შინაგანი სწრაფით ღვთისკენ. ერთი სიტყვა, ყოველი სიტყვა აქ არის მარგალიტი. ყოველი სიტყვა, რომელსაც კითხულობს მე დავითნე, რომელსაც ამოვღლენ, არის მარგალიტები. ვერსად ვერ მოისმენთ ამას. მხოლოდ ეს ამდიდრებს ადამიანს. ამიტომ ადამიანი უნდა იყოს მომზადებული, რათა ყველაფერი დაიჭიროს, ყველაფერი მიიღოს. და წარმოიდგინეთ, ჩვენ ვერ ვტოვებთ იმას, რითაც მოვდივართ, რა. ანუ ყოველად ამ ქვეყნიური და მხოლოდ ამ ქვეყნიური აცხოვნებს ადამიანს? ამიტომ რა თქმა უნდა ტაძარში ხდება ყველაფერი და იწყება, მაგრამ როგორც თქვით, ადამიანმა ღვთისმსახურება ყველგან უნდა გააგრძელოს. კი არ უნდა დაავიწყდეს, როცა სახლში მიდის, როცა ცხოვრობს, როცა მუშაობს, ესე ამბობენ. ესე აღესრულება, ეს მცნება სულიარი ღმერთი და სულით უნდა ეძებს თაყვანიცებას. ხელები მუშაობენ, მაგრამ გონებამ უფრო მეტად უნდა იმუშაოს, ვიდრე ხელები. გონებას გულისხმობ, როდესაც ადამიანი ეძებს ლოცულობს, როცა ადამიანი ღვთისმეტყველებს, როცა ადამიანი წმინდა წერილს მოიხმობს. რომ მასში არ ჩაკვდეს სულიერი საწყისი. და მეორე ნახეთ რა საოცარი სწავლება მაცხოვრისა დღეს ძალიან რომ სულითა და ჭეშმარიტებით. რას ნიშნავს ჭეშმარიტებით? ანუ ღმერთის თაყვანიცემაო სულით თქვით რაც არის და ჭეშმარიტებით. ჭეშმარიტება თუ დავაცილეთ რელიგიას, ამ რელიგიას უკვე ზემოთ ღვთისკენ არ მიყავს, არ ამაღლებს ადამიანს. ეს რელიგია ამდაბლებს ქვესკნელში მიყავს ადამიანი, თუ ჭეშმარიტებას მოაცილებს. და ვინ არის ჭეშმარიტება? და მაცხოვარი ამბობს, მე ვარ გზა, მე ვარ ცხოვრება, მე ვარ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის ქრისტე, არის მისი სახარება და ამ სახარების გარეშე ტყუილია რელიგიურობა, თუ გინდ ძალიან რელიგიურად ჩნდებოდეს იგივე თქვათ ბუდისტები, იგივე თქვათ პროტესტანტები, იგივე მუსულმანები, იგივე კათოლიკები, სადაც არ არის ჭეშმარიტება, ეს პირდაპირ მაცხოვრის სწავლებაა. სადაც არ არის ჭეშმარიტება, იქ არ არის ჭეშმარიტი რელიგია, იქ არ არის კავშირი ღმერთთან. რა თქმა უნდა, რელიგია ჯობია უღმერთობას და ურწმუნობას, მაგრამ სისავსე არ აქვს ადამიანს და თუ რელიგიური ხარ ადამიანი, ბარემ სისავსე მოძებნე, ბარემ ჭეშმარიტება მოძებნე, ბარემ წყალი ცხოველი მოძებნე. ცხოველი წყალი, ცოცხალი წყალი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ დააურწყოს ადამიანი და აღავსოს ის. და ნახეთ საოცარი გარდაქმნა, სამარიტელის საოცარი გარდაქმნა. ესე იგი, ის ხდება მოციქული უკვე სამარიტელთან. იმდენად ამაღლებული მდგომარეობით მიდის ქრისტეზე, ასეთ თვისება აქვს ქრისტეს. ვინც ეხება მას, ვინც არ უნდა იყოს, რამდენიმე ცოდვებში დაცემული არ უნდა იყოს, ის ეზიარება სიწმინდეს. აი ესეთ თვისება აქვს ქრისტეს. ასეთ თვისება არავის არ აქვს. არსა დედამიწაზე არ არის. ავაზაკი ეხება ქრისტეს და სამოთხეში შედის. სამარიტელი ეხება ქრისტეს შინაგანად და ხდება მოციქული. იმიტომ რომ მიდის და მისი სიტყვით მოიქცევიან სამარიტელები. მისი სიტყვით მოიქცევიან სამარიტელები. სამწუხაროდ ის არის, რომ
ჩვენ ამდენი წელია ვართ ეკლესიაში და ხშირად ჩვენი ცხოვრებით ადამიანები ბრკოლდებიან. და სამარიტელი ასეთი იყო მისი დიდებულება სულისა, ასეთი იყო მისი შემკობილი იყო, ასე იყო შემკობილი მისი სული, ასეთი სიმაღლით, რომ მოხდა მისი ღმერთთან შეხება და ღმერთთან შეხება და ნამდვილი შეხება და არაცრუ ჩვენ როგონია რომ ღმერთს ვეხებით, მაგრამ ჩვენი ცხოვრება არაფრით არ იცვლება, ესეთი შეხება არა, ნამდვილი შეხება ღმერთთან არის უდიდესი სასწაული, უდიდესი მიზანი, ერთადერთი მიზანი ადამიანის ცხოვრებისა ღმერთთან შეხება, ნამდვილი მიღება ცხოველი წყლის, ნამდვილი ეს არის ერთადერთი მიზანი ადამიანის ცხოვრების და ყველა სხვა მიზანი, რომელიც გონია რომ მართა მიზანია, ეს არის უდიდესი ტყუილი და სიცრუე. როდესაც ეს მიზანი თავის ადგილს იკავებს, მაშინ ყველაფერი ჰარმონიულად ხდება ადამიანის ცხოვრებაში. და როდესაც ეს მიზანი არ არის, მაშინ იწყება ყველა სიმახინჯე, რაც დედამიწაზე არსებობს. ყველა სიმახინჯე მოდის ღმერთის ურწმუნოებისაგან, უღმერთობისაგან, სექტანტობისაგან და სულიწმინდის მიუღებლობისაგან. აქედან მოდის ყველა სიმახინჯე, რომელიც ადამიანს და კაცობრიობას გააჩნია. ღმერთმა დააგვლოცოთ, ღმერთმა გააკურთხოთ